ფრთხილად, თაღლითური გვერდი თქვენი პირადი მონაცემების მოპარვას ცდილობს. არ გადადოთ და ჰარჯეთ რამდენიმე წუთით დააჭიროთ ჰიულექს ამ ვიდეოს ქვეშ და დაიწყოთ სმენის დაბრუნება უკვეთლეს. Facebook-ზე ეს ვიდეო გავრცელდა, რომელშიც უცნობი პირი სმენის დაქვეითებაზე საუბრობს და ამბობს, რომ წამალმა, რომლის შესახებაც ტელევიზიით გაიგო, პრობლემა ორ კვირაში მოუგვარა. მოსაუბრე მაყურებელს მოუწოდებს ბმულზე გადავიდეს და სმენა გაიუმჯობესოს. რა გავარკვიეთ ვიდეოსა და თანდართული ბმულის გადამოწმების შედეგად? გავრცელებულ ვიდეოში შეიმჩნევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ნიშნები. მაგალითად, პირის მოძრაობა არ ემთხვევა წარმოთქმულ ტექსტს. ბლად ტელევიზორი ჩავთ და შემთხვევით გადავათმდი გადაცემას. ასევე წინადადებების წყობაში არაერთი შეცდომაა დაშვებული, რაც ხშირად ახასიათებს AI-ით გენერირებულ ხმოვან მასალას. აღნიშნულ ვიდეო ფაბრიკაციას თან ერთვის ბმული, რომელსაც მომხმარებელი თაღლითურ ვებსაიტზე გადაჰყავს, სადაც წამლის შესაძლებლობების შესახებ გამოქვეყნებული სტატია გვხვდება. საიტს არ აქვს ლოგო ან რაიმე სხვა საიდენტიფიკაციო ნიშანი. სტატიაში კი არაერთი გრამატიკული შეცდომაა დაშვებული. საიტზე მომხმარებელს წამლის შეძენას ფასდაკლებით სთავაზობენ, სანაცვლოდ კი პირადი მონაცემების, სახელის, გვარის და ნომრის შეყვანას თხოვენ. რეალურად ბმული თაღლითურია და მიზნად თქვენი პირადი ინფორმაციის მოპოვებას ისახავს. ვიდეო ფაბრიკაცია თანდართული თაღლითური ვებსაიტით გამოაქვეყნა Facebook გვერდმა სახელწოდებით Nei Oldibri, რომელიც 2025 წლის 9 ივნისს შეიქმნა. გვერდს ნოემბერში რამდენიმე პოსტი აქვს დასპონსორებული, მათგან 2 ქართულია და სმენის პრობლემებს შეეხება. გარდა ამისა, ამავე შინაარსის თაღლითური პოსტები დასპონსორებულია აზერბაიჯანულ და ბულგარულ ენებზეც.